მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ გაგესწრებით მე ვარ კატო. იცით რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში და შევდახვდებით დღეზე საათზე და შემდეგ მიიღებთ დიაგნოსტიკას. ასევე შეგახსენებთ რომ ვაკეთებ სანთლებს, რომელიც შეიცვალა ცოტა ვაკეთებ ისეთ როგორცაც ვაკეთებდი, მაგრამ დავამატე ესე შეცვლილი ფორმით ესეთი ლამაზი ბუს ოჯახები, რომელიც შეგიძლიათ დატვირთოთ. ესეთი ფერადიც არის, რომელიც შეგიძლიათ იყოს დატვირთული პირადზეც, ფინანსებზეც და ასე შემდეგ, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი და შეიძინოთ. ამასთან დაკავშირებით მოვწეროთ პირადში. ეხლა მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, კონკრეტულად რა ხდება თქვენს გარშემო, ესეთი რა ენერგიები გაქვთ, რა სიტუაცია გაქვთ და ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის. ნახოთ აბა, რა სიტუაციაში ხართ, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და ნახოთ გამოსავალი რა არის. გამოსავალი რა არის. რა ხდება რა სიტუაციაში ხართ. ესე ვიტყოდი რაღაც შეთანხმება დგება. გასარკვევი გაქვთ, დასალაგებელი გაქვთ, განსაკუთრებით მათთვის არის, ვისთვისაც საბუთების სიტუაცია არის, ვთქვათ, აქტუალური, ხო? ეს არის რაღაცა წინადადებები, შესაძლებელია ახალი სამსახური და კონტრაქტს კარგად შეხედეთ, შესაძლებელია ვიღაცისთვის ბინის ყიდვა იყოს და აქაც ან რაღაცა ესეთი სიტუაციები. ნახეთ, ეხა ხართ იმ მდგომარეობაში და ხართ იმ სიტუაციაში, თუ რაღაცა სიტუაციურად გაქვთ კონკრეტულ საბუთებთან კომუნიკაცია ხდებით, აი კონკრეტულად რაღაცა გადასაჭრელი და გადასაწყვეტი, ხო, რომელსაც თქვათ თქვენი ხელმოწერა სჭირდება, ამიტომ აი ამ რაღაცა სიტუაციებში უნდა გადახედოთ როგორც ჩანს, აი დააბალანსოთ. შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ ვიღაცა საზღვარგარეთ არის და ვთქვათ, უნდა რომ მიიღოს მოქალაქეობა, ხო, აი აქ კონკრეტულად მიჩვენებს, რომ ეს არის სიტუაცია რაღაც კონკრეტულ საბუთებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ყველანაირად ცდილობთ რომ დაალაგოთ, ხო? ნახოთ, გამოსავალი რა არის. გამოსავალი აქ არის ესეთი მომენტი. ნახეთ, ეს სიტუაცია ძალიან მარტივად და კარგად დაალაგდება კიდევაც, ანუ თქვენ კმაყოფილი დარჩებით. თავარი არის აქ რაღაცა მომენტში, ნახეთ, უბრალოდ სულიერად და ემოციურად არ აყვეთ და არ განერვიულებულ მდგომარეობაში შეიძლება გამოგრჩეთ რაღაცა ესეთი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანი არის. გადაამოწმოთ და დაიხმაროთ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თქვენთვის კარგად მოგაწოდონ ინფორმაცია, ხო, ანუ კარგად დაგილაგონ რა როგორ უნდა გააკეთოთ, რა სიტყვები არის საჭირო, თქვა თუ გასაუბრებაზე მიდიხართ, ხო? აი ნახეთ, თქვენი გამოსავალი, მე ფაქტურად გამოსავალის მომენტი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება და კარგად დაალაგდება, უბრალოდ აი ეს ემოციური მომენტები რაც გაქვთ, მაშინ კიდევ ერთი ის არის, რომ აი ხო არის სამსახურში რომ მიდიხარ, ვიღაც მეზობელი არის, რომელიც შეხვდება და ყველაფერი აირევა, ხო? მაგრამ არის მომენტი, როდესაც ერთი კონკრეტული მეზობელი შეხვდება, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად ლაგდება იმ დღეს შენთვის, რომ არ ვიცი, კითხოთ, ანუ ნახეთ, იქონიოთ ისეთი ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ნამდვილად სწორ მიმართულებას მოგცემენ, რომლებიც იციან ასე თუ ისე ეს საკითხი და აი თანამოაზრეების პოვნა არის საჭირო. იმისთვის რომ თქვენი ეს საკითხი დაალაგდეს და მოყვარდეს ყველანაირად. მოგვარებადია. უბრალოდ აი რაღაც ემოციურ მდგომარეობას, რომელსაც რეალურად შეიძლება თქვენიდან გამომდინარე იყოს და შიშის მდგომარეობა რომ აი გამომივა თუ არ გამომივა, აი ამან ეს აფერხებდეს ამ ყველაფერს. ან შესაძლებელია რაღაცა გინდათ რომ გააკეთოთ, საბუთები შეიტანოთ, მაგრამ ვერ დგავთ ნაბიჯს იქიდან გამომდინარე, რომ გეშინიათ რომ რაღაცა არ გამოვიდეს და უარესი არ მოხდეს, ხო? ნუ ან თუ
კონკრეტულად რაღაცა მით უმეტეს ვინც წასულია და ემიგრანტების მდგომარეობა სიტუაციაში არის, რომ აი ეხლა რომ შევიტანო საბუთები, ისე არ მოხდეს, რომ ეს საერთოდ გამომიშვან. ამიტომ აი ეს შიშები გადალახეთ, თანამოაზრე იპოვეთ, იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიმართულებას სწორად დაალაგოს და ყველაფერი გამოგივათ აბსოლუტურად გადადეთ ეს თქვენი შიშები გვერდზე. აი ესეთი სიტუაციაა, მოკლედ მე გისურვებთ, რომ ყველაფერი, ყველა თქვენი ჩანაფიქრი ასრულებულიყოს და ბედნიერები ყოფილიყავით. დროებით გემშვიდობებით.